ელექტროგადამცემ ხაზზე ქართლი 2-ისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 500 კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზზე რეაბილიტაცია დღეიდან დაიწყო და ერთ კვირაში დასრულდება. აღნიშნული ხაზი ერთმანეთთან დიდი ზესტაფონისა და ქსანი 500-ის ქვესადგურებს აკავშირებს. პარალელურადარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონში, საჩხერეში, გორსა და კასპში ხორციელდება. დასრულების შემდეგ ელექტროსისტემის საიმედოობა გაიზრდება და ავარიული გამორთვების რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ კასპის რაიონში ყოფნისას გააკეთა. რომ დაიწყოსარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალგადამცემ 500 კილოვოლტიან ხაზზე ქართლი 2. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხაზის გამართული მუშაობა სისტემის მდგრადობისთვის, საიმედოობისთვის და ამ რეაბილიტაციის შემდეგ ჩვენ უფრო დასრულები ვიქნებით, უფრო მომზადებულები შევხვდებით ზამთარში. მიმდინარეობს დაგეგმილი სარემონტოარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის განმავლობაში არის დაგეგმილი. იცვლება სახაზო არმატურა და იზოლატორები, რის შედეგადაც თვითონ ელექტროგადამცემი ხაზი ქართლი 2 გახდება უფრო საიმედო, იკლებს ავარიული გამორთვების რიცხვი, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობაზე.